მოგესალმებით, მე ვარ ირმა კვირკვია სამეგრელოდან. ვარ ფილოლოგი. ჩემი ფილმი ეძღვნება ერთ უსინათლო ბიჭს, რომელიც ჩემი ქალაქის ცენტრალური ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველია. ჩემი საყვარელი ფილმი არის სოული ფილმებიდან გეიპაქსი. რომ აი გმირს ვამზავსებ ჩემ თავს. თავისი სამყარო აქვს, როგორც მე ალბათ ჩემი სამყარო მაქვს. მე ვარ თემური კოზულა. დავიბადე ქალაქ ზუგდიდში. ეხლა ვარ 24 წლის. დავამთავრე ზუგდიდის მე-7 საშუალო სკოლა. მე-5 კლასის დროს შემოვიდა ძალიან ცუდი რამ. ამიფეთქდა დეტონატორი და დავკარგე ორივე თვალი და მარცხენა მდელოდი. მაგრამ არ შემეგვია ამ ჩემს მდგომარეობას და გავაგრძელე ისევ სკოლაში სიამოვნებით და სწავლა. ეხლა მუშაობ წერის რეჟიმში. ჩემ ქალაქში ზუგდიდში გაიხსნა ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გამხმარებელი პროგრამა BU. პროგრამას კიდე აქ მუცია, რომ ინტერნეტში ვიმუშაო და ბიბლიოთეკარის დახმარებით შევიდე და ინფორმაციები გავიგო, რაც მე მინდა. ამ პროგრამით შემიძლია რომ მოусმინო ქართულ ლიტერატურას, უცხოურ ლიტერატურას. ჩემი სურვილი არის რომ მქონდეს ჩემი პირადი კომპიუტერი. ეს პროგრამა უფრო სრულფასოვნად შევისწავლო და ვისარგებლო ინტერნეტით აუცილებლად. დღეში 1 საათს, 1-2 საათს მუშაობ კომპიუტერთან და სახში რომ ექნება, შემიძლია მთელი დღე რომ დავждდე და მთელი დღე რომ ვიმუშაო. ბიჭებო, ლუც მომიტანთ ეხლავე. სუჩიკების გამოანგარიშება არის, რამდენი კილოვატი არის დამწვარი, ყველაფერი თანხა რამდენი არის, ყველას ეუბნება. უბრალოდ ერთი ხან მე დავყვები, ხან გადახვება, ხან არის რაღაცები და იცი ვიცხობს ეუბნებია რა რიცხვებია, მე თვითონ აჯანობს და ყველაფერს შემოჩება. დუშაშ. დუია. დიდი მადლობა. აი ეს ადგილი არის ჩემი საყვარელი ადგილი. ვიკრიბებით მეგობრებთან. თამაშობ ნარდს, ვერთობით, კარს თამაშობ და ვერთობით ასე. წაგებული. ამ ყველაფერი, რასაც ხედავთ, აბსოლუტურად ყველაფერი, ელექტროგაყვანილობა, ეს ფიცრები, ყველაფერი, ჩვენ სახში გვაქვს პატარა სახელოსნო და მამაჩემის და თემურის გაკეთებულია აბსოლუტურად ყველაფერი. არავინ არ დახმარები, ხელოსანი არ აგვიყვანია. ხოლმე პატარა კოსმეტიკური რემონტი ჭირდება, რომელშიც ალბათ თემური ძალიან დიდი შეიტანს ელექტროგაყვანილობას, უბანშიც, ყველა მთლიანად ელექტროგადასახადის აკრეფა, რიცხველის დამუშავება, ყველაფერი თემურის ევალება, იმიტომ რომ ერთხელ მიატოვა და შემდეგ კომპანიიდან თვითონ წარმომადგენელი მოვიდა და თვითონ თხოვეს, რომ გაეგრძელებინა ეს საქმიანობა, იმიტომ რომ რაღაცა ძალიან დიდი გამრავლები მოხდა და თემურის გარეშე თავი ვერ დააწეს. ბავშვიდან მიყვარდა რამის დაშლა ნაწილობა, შეგვიძლია ყოველთვის რაღაცებს ვშლიდი და ისევ ვაწყობდი, მაინტერესებდა რა იყო შიგნით და თუ დავშლიდი, მე თუ ავაწყობდი, ეს მაინტერესებდა ძალიან. ყოველთვის მინდოდა ბავშვიდან, პატარაობიდან რომ გამოვსიყავი ფეხბურთელი. ფეხბურთელებიდან მიყვარდა ზიდანი. სულ ვატარებ მეგობრებთან, რომ დავდივარ ტოტალიზატორში, ამჟამად ტოტალიზატორში ვიმყოფები და ვდებ
ფსონს. ყოველკვირა თითო ფსონი მაინც უნდა გავაკეთო. ყველაზე მეტად შეშინია ალბათ კი არა ყველას შეშინია ღმერთის და მეც ეგრენის ისე ვარ ღმერთის შეშინია ეს ის არის მარტო დარჩენილი ადამიანია ყველაზე ცოდვა აი ვინც მარტო დარჩება მოვიდა რომ არა ის შეშინია მარტო დარჩენის და ღმერთის სწავლებს საჭიროებს ცოტა ნერვიულიც არის თავის დაუნებურად ეს მოხდა ტრამვის მერე მაგრამ ამას უძლებთ ნელ-ნელა ცოტა თანხებს მაგრამ სათვალეებს ვერ ეგუება უნდა რომ თვალი გაახელოს და ეს პროტეზინება საძლევდა რომ თვალი გახელილი ქონდა ხო და აი ამაზე ძალიან ნერვიულობს საჭიროებს ამ პროტეზს თუ ვინმე ამას გულთან მიიტანს ხო და დაგეხმარება თემურის უფროს ყონაერი ხასიათი ეხება და სხვანაირად ივლის ეს არის გერმანული აქაური პროტეზი არ არის კარგი ღვთისნება როცა ადამიანი იბადება, მაშინ მის ბედი, როგორც ასე, ღმერთი განაგებს და მე თვითონ ხელს უწყობს ეს ადამიანი აი ამ ბედების განხორციელებაში. აუცილებელი არა მე მითხრას და ისე ვაბათ. თავარია რომ მე მიხვდე რომ იმან შეიგნო რომ რაღაც ჩემთან მე მაწყენინა და ეგ საკმარისი არის რომ ვაბატიო მიგარაშა. ჩემი ოცნებად დამრჩა ჯერჯერობით მინდა რომ და ყველაფერს ვაკეთებ ალბათ შრომის მოხმარებიან ამაში რომ დავიბრუნო ხედველობა 5-10 წლის შემდეგ მგონია შემოწმება როგორ ალბათ აი სამუშაოზე დავიწყებ შექმნილ ოჯახს და მეღოლება შვილები და როგორც ნორმალური ადამიანი ცხოვრობს ისე მინდა მეც რომ ვიცხოვრო. გასულ წელს ჩვენი ბიბლიოთეკის ავტომატიზაციის კაბინეტიდან დამასახელეს საუკეთესო მკითხველად და მომცეს ეს დიპლომი სიგელი. ამან ძალიან გამახარა მაგრამ უფრო მეტად მიხარია რომ ბიბლიოთეკაში ვისწავლე კიდე კომპიუტერი და ვეუფლები ამჟამად ინტერნეტის მოხმარებას. ჩემ ცხოვრებაში შევწვდი მარტო ერთ დღეს. ეს შემეძლო 1996 წლის 25 დეკემბერი. აი ამ დღეს შევწვდი რომ შეიძლება. შეიძლება. და თუ არის ისეთი რამ, რასაც დატოვებდი შეუცვლელად. ყველაფერს, გარდა იმ დღისა.